როგორ გადავშალო და როგორ დავწერო Sophie in Paris მირჩიეთ ძალიან გთხოვ. Bonjour. განსაკუთრებით ვარ მადლიერი 2024 წლის ბოლო 5 საათით, იმიტომ რომ მაგ პერიოდში მოხდა სასწაული ჩვენს ოჯახში და გაჩნდა ჩემი დის შვილი პაწუკა ბასა. იქ იყო ყველაზე ემოციური 31 დეკემბერი, რაც კი მქონია 10 საათიდან კლინიკაში ვიყავით და ის 8 წუთზე ზუსტად აღმოსვლის 8 წუთზე გაჩნდა ბასა და ეგ მომენტი არის სუსარგებლობა, როცა ბასას მამა მომწერა რომ დაიბადაო და ჩვენ ქვემოთ ველოდებოდით ყველა და მეც რომ ვიკვლე რომ დაიბადა. მე უკვე შევხვდი 2025 წელს და აქ ჩემი გიჟდება მიამარი ჩემ ახალ შორის ეს არ არის დასპონსორებული მიამას მიერ, მაგრამ მიამას თუ აქვს სრულიად დამსპონსოროს მაშინ ლოგოს ჯერჯერობით არ გამოვაჩენ და არ ვიტყვი რომელი გემოს ყავას სვამ, მაგრამ თუ შემოხვიერები შეიძლება გამომშყავდო. ხო 2025 წელს რაც შეეხება ჩემი მეგობრები ვნახე, ჩემი დაქალები, რომელიც ესე ერთად 6-ეული სამეგობრო ძალიან დიდი ხანი არ ყოფილვართ, იმიტომ რომ ყველა სადღაც სწავლობს, სადღაც მუშაობს და ვერასდროს ვერ ვახერხებთ რომ ერთ ქვეყანაში თუ არა, ერთ ქალაქში თუ არა, ერთ ქვეყანაში მაინც ერთდროულად შევეკრიბოთ და ეს 2025 წელი დაიწყენით რომ 6-ვე ერთ ქალაქში ერთი დღით ვიყავით და ეს ერთი დღე ძალიან კარგად გავატარეთ ერთად. ეხლა მიდის გარჩევა ვინ ვის აკოცა. თქვენი აზრით იმ კადრში ნინიმ აკოცა, განზრახ შეგდებოდა გააზრება. ეს უნდა და ხა ვიღაცა დაწერს ბლოგში ნეტა მე მეკოცოს ნინო. აუ ხო, აი ზართალი რატო არ ვიყვარს? სულ საფეთქებით რომ დავდივარ. მარტო ზამთარში. ემენა საზონის ნებისმიერ. ჩემ გავჩივდი. აი მე ხო რატომ ყვითელი ფერი? ყვითელი მე გიგმიში. მიზარჯა, ვიდიხ. აიმე. გადავწყვეტე სანამ წავალ გავაკეთო ყველაფერი ის რაც მე მომენატრება. და ერთ-ერთი არის ვენდისი. იმიტომ რომ ვენდისი არ არის საქართველოში და ეხა უცბად მომინდა და გამახსენ კი არ და პარიზში არ არის. დიდი გახსოვდა. მომენტი ძალიან მომენატრა. გადასახდელი. შენი ეს არის ხო კაი კონდეს. აი ორივე გავიზიარდ. შენ ჩემია, ჩემია. კიდევ რა ვქენი? ძალიან ბევრი ვისეირნე, იმიტომ რომ ჯიჟდები ბათუმში სეირნობას. ყველაზე ლამაზია ბათუმი. როცა მზე არის და ცივა და ზღვასთანაც რო გადიხარ, მზის სხივები რო კლასიკურობას და ძალიან სუსხიროა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი როა. ბათუმს უხდება. მე ბათუმი საფუში როგორც მომწონს, ალბათ ანალოგიურად მომწონს იანვარი-თებერვალის პერიოდშიც, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. მართლა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ლამაზია ბათუმი. გადაწყვეტილება იყო, აი, აზა ჩოკებით პლაჟზე გამოსვლა თან ქვებიან პლაჟზე.
ეხა თავიდან კი არ იქვიშა, მაგრამ ისეთ ქვები დაიწყება. უბრალოდ ანუ აქ რომ გავსულიყავი წასვლამდე ისე გული არ გამიშვებდა. მე და ჩემი გოგოები, ჩემი დაქელები ზაფთარშიც და ზაფხულში თავისთავად, მაგრამ ზაფთარშიც სულ გავდიოდით ხოლმე, აი აქ, ოფში, წვიმაში, დარში, ავდარში და რაღაცებზე მოვაპარაკობდით საათობით და ეს იყო ჩვენი საყვარელი აქტივობა, რომ უბრალოდ სხვასთან გავსულიყავით და აქ უნდა დავჯდარიყავით. ხანდახან არც ვაპარაკობდით და ეს გვანიჭებდა უაზრო დიდ სიამოვნებას და დღემდე ეგრე, აი უბრალოდ სხვას რომ ვუყურებ, ისევ მშვიდდები. მაგიტომ მგონია რომ ძალიან გამიჭირდება ისეთ ქალაქში ყოფნა, სადაც სხვა არ არის. საფრანგეთში სხვა არ არის. სამწუხაროდ. რამდენი ვილაპარაკე. ხოლო ეს როგორ გადავშალო და როგორ დავაწერო Sophie in Paris მეჩეთ ძალიან გთხოვ. ხოლო რაც შეეხება 2025 წლის გეგმებს, მე ჩამოწერილი მაქვს ჩემი ძირითადი გეგმები, რასაც მინდა რომ მივახცე. პირველი არის კრეატიული ჩემი პორტფოლიოს შედგენა. ესე იგი და რა მოიაზრება ამაში. მე საბოლოოდ გადავწყვიტე და ჩემი ოცნება გავიხადე, რომ გავხდე რომელიმე ძალიან კარგი კომპანიის კრეატიული დირექტორი. ხოდა რადგანაც მინდა კრეატიული დირექტორობა, აუცილებელია რომ მქონდეს ჩემი პორტფოლიო. პორტფოლიო ჩათვალეთ არის CV, რომელიც გაგიყიდის შენ, ანუ რაც დაგიხმარებათ იმისთვის, რომ კომპანიას თავი მოეწონოთ, დაინტერესდნენ შენით და აგიყვანონ. ეხლა ამჟამად მე მაქვს ჩემი პორტფოლიო, მაგრამ არც ისეთი კარგია. იმისთვის რომ პორტფოლიო უფრო საინტერესო და კარგი გახდეს, მჭირდება კარგი და საინტერესო პროექტები, ხო? შესაბამისად, რომ შიგნით ჩემი პორტფოლიოში ჩავდო. და რომ ძალიან ფენსი იყოს, ძალიან ლამაზი იყოს, კარგი დიზაინში მინდა რომ გავაკეთო და ეს კარგი პროექტები მინდა რომ მოვაგროვო ამ 7 თვის მანძილზე, რომ ყველაფერი ჩავსვათ. ეხლაც კარგი პროექტები მაქვს, რაზეც უნივერსიტეტში ვმუშაობდი, წინა სტაჟირებებზე რაებიც გავაკეთე, კარგი ბლომად, კარგი მასალა დამიგროვდა პორტფოლიოსთვის, მაგრამ მაინც მინდა უფრო საინტერესო გავხდე და უფრო აი რომ გადახედავენ რა სხვადასხვა პორტფოლიოებს, ჩემი პორტფოლიო რაღაცით მინდა რომ გამორჩეული იყოს. მეორე ეს არის პარიზში მყოფ კრეატიულ თაბებთან კომუნიკაცია და ნეტვორკინგი. ანუ აქ რას გულისხმობ იცით? ყოველ წელს კი არა, ყოველ კვირა პარიზში ახალი pop-up-ები, გამოფენები, რაღაც community workshop-ები ტარდება. უფასოდ, ძირითადად ყველაფერი არის უფასოდ. სადაც შეგიძლია მიხვიდე, სხვადასხვა არტისტები გაიცნო, დაელაპარაკო, მათგან რჩევები მიიღო. ეს ყველაფერი არის ძალიან მაგარი გამოცდილება შენთვის, რომ შენ ჯერ რომ შენი ხელწერა ჩამოგიყალიბდეს. სამწუხაროდ ამ პერიოდში ბოლო 6 თვის მანძილზე რაც პარიზში ვიყავი, ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და უკვე 6 საათზე როცა სახლში მოვიდიოდი და უნივერსიტეტს ვამთავრებდი, არაფრის თავი არ მქონდა და არც არაფერი იყო უკვე ღია, მაგრამ რადგანაც ახლა უფრო სტაჟირების გამო დაალგებული გრაფიკი მექნება, ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ რამდენად თვეში ერთხელ მაინც მოვახერხო, სადმე ეგეთ ადგილას გასვლა. კიდევ ერთ-ერთი
მიზანი ჩემი არის რომ AI თულების დაუფლება. ყველაფრის ავტომატიზაცია შეგვიძლია ამ სოფლიოში მე მგონი ანუ მართლა ყველაფრის თავიდან ბოლომდე გაკეთება შეუძლია ხელოვნური ინტელექტს და თუ შენ ისწავლი მაგათ ძალიან კარგ მართვას გონია რომ ერთად რაღაც სასწაულს გავაკეთებთ მე და ჩემი ხელოვნური ინტელექტი. შემდეგი ეს არის რომ უფრო აქტიური გავხდე YouTube-ზე. აქამდე თუ თვეში ერთხელ ვდებდი რაღაც vlog-ებს, იმიტომ რომ უაზრო დიდ დროს ვხარჯავდი მონტაჟში, ეხლა მინდა რომ ცოტა ნაკლები დრო დავხარჯო მონტაჟში და უფრო ხშირად ჩამოგდავაზოთ ახალ-ახალი ვიდეოები. ჩემი მიზანი არის რომ ორ კვირაში ერთხელ დავდო ვიდეო და წლის ბოლოს ავიდე 10,000 გამომწერზე. იცით რა არის? მარტივად მისაღწევი მიზანი არ უნდა დაისახო. კიდევ რაც მინდა ეს არის 15 ახალი წიგნის წაკითხვა. გიჟდები ზოგადად წიგნებზე, ვგიჟდები კითხვაზე და ვგიჟდები წიგნის კითხვის პროცესზე. ჩემი ალბათ ყველაზე საყვარელი პროცესი არის როცა დრო მაქვს. Kindle ყოველთვის თან მაქვს პარიზში, სულ რაღაცებს ვკითხულობ. ეხლა ამჟამად აქ რაც ჩამოვედი ვკითხულობ გაზაფხულის თოვლს და ძალიან ესეთი ვარ გაურებული ამ წიგნის მიმართ. ჯერჯერობით ვერ ხვდები მომწონს თუ არა, ამიტომ არ გირჩევთ. აუცილებლად გაჩვენოთ ჩემი სანიშნე, რომელიც ჩემმა დამაჩუქა ალბათ 10 წლის წინ და ეს არის ჩვენი ფოტოები. ძალიან მიყვარს ეს სანიშნე. 2025 წლის ბოლოს კიდე გავაკეთოთ შეჯამება wrap up და ვნახოთ რამდენად მივაღწია იმ მიზნებს, რომლებიც ახლა ჩამოგითვალეთ. ძალიან მეინტერესებს. რამდენად რეალური იქნება. ხო და მინდა კიდე ოღონდ ეს მართლა მინდა ჩემი sketching-ის უნარები გავაუმჯობესო. TikTok-ზე დავიწყე რაღაც სერიებად კაფეებში სიარულის დროს ფოტოებს ვიღებ და მე ამაზე sketch-ებს ვაკეთებ და მინდა რომ ეგ სერიები გავაგრძელო და კიდე უფრო დავხვეწო ჩემი ხატვის ნიჭი. ერთ-ერთ მიზნად მოდი ეგეც მოვინიშნოთ და 2025 წელს ეგეც ვნახოთ რამდენად გაუმჯობესებული მექნება ჩემი sketching-ები. მე მჯერა იმის რომ თუ ადამიანს ანუ ეს შეიძლება არ დაიბადო კრეატიული და ისე უცბად რაღაცა გიჟური კრეატიული იდეები არ მოგდიოდეს თავში. ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ბევრი თვალიერება, ბევრი რაღაცის გადმოკოპირება, გამეორება და მერე ამ ყველაფრის ხარჯი შენს რაღაცები გამოგიმუშავდება. მომიტანა ჩემო ბებიკომ. ანუ ჩემი guilty pleasure არის გოგრა. მე აქ დაგემშვიდობებით. ამასობაში გოგრა გაგრილდება, ყავას დავასრულებ, გოგრას შევჭამ. შემდეგ vlog-ს უკვე დავდებ ჩემი მეორე სახლიდან პარიზიდან. Au revoir. მე გოგრას განიენა